ბატონო მაია, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ. დღეს გახდა 1 წელი, რაც ენერგეტიკული ბირჟა ამუშავდა და მინდა ვთხოვოთ ამ 1 წლიანი პერიოდის შეფასება. როგორ მუშაობს ენერგეტიკული ბირჟა, რა ტენდენციები არის ენერგეტიკულ ბაზარზე და როგორი არის შედეგები ეს თავს ეს რომ გითხრათ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ საკითხით სიღრმისეულად დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად კრიტიკულია, რამდენიმე უბრალო მიზეზის გამო. ენერგეტიკა არის საქართველოს ეკონომიკის საყრდენი, ბალავარი და ხერხემალი. რაც უფრო დრო გადის, მსოფლიოსთვისაც ხდება ენერგომატარებლები კიდევ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ბირჟას. ბირჟა 6-ჯერ გადაიდო მანამდე. ხოლო 2024 წლის 1 ივლისს გაიხსნა ნებაყოფლობით. ნებაყოფლობით ნიშნავდა იმას, რომ ნებისმიერ მსურველს, ვინც თვლიდა, რომ თავისი მდგომარეობა ტესტირების რეჟიმში გადაეყვანა, ბუნებრივია მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. უბრალოდ აქ საუბარი არის იმაზე, რომ როდესაც რაღაც არის ნებაყოფლობითი და ამასთანავე აქვს გამოწვევები, დაინტერესება მეტნაკლები იყო, მე ასე ვიტყოდი. კერძო სექტორს ყოველთვის ურჩევნია პირდაპირი სახით მოლაპარაკებები, იმიტომ რომ პირდაპირი სახით მოლაპარაკებები ეფუძნება ორმხრივ ხელშეკრულებებს, სადაც გაწერილი არის კონკრეტულად უფლება-მოვალეობები. ბირჟა კი თავის თავში ნიშნავს გამჭვირვალობას, კონკურენტუნარიან ფასს, მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე, ძალიან ობიექტურობას, სამართლიანობას და ასე შემდეგ. რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჭირდება იმისათვის, რომ ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს. ჩვენ ამის გარეშე პროგრესს ვერ განვიცდით, მაგრამ აქ გამოწვევებს წავაწყდით რამდენიმე მიმართულებით. ეს იყო უბალანსობაზე, ვინ იქნება პასუხისმგებელი. ნახეთ, რას გულისხმობს უბალანსობა, როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მე შევისყიდი ამ და ამ რაოდენობის ელექტროენერგიას, აკეთებს პროგნოზს და შემდეგ უკვე ეს პროგნოზი ვერ მართლდება, რა თქმა უნდა, აქ უკვე კითხვა ისმის, აი ამ დანახარჯზე ვინ უნდა აგოს პასუხი. ამ დროს ჩვენ გვყავს ზოგადად ესეთი ესკო, ანუ ბაზრის ოპერატორი, რომელიც ამ ნაწილში არის ძალიან აქტიური, ანუ დღეს ასე რეგულირდება. რა თქმა უნდა, ამ დროს წარმოიშვა კონტრკითხვა, რომ ეს გადასახადი თუ იქნება კერძო სექტორის მხარეს, მაშინ ძალიან მაღალი იქნება ალბათობა იმისა, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნათ კომპანიებს. ვინაიდან პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია. გამომდინარე იქედან, რომ მეტეოროლოგიური თვალსაზრისით ჩვენ მონაცემთა ბაზის მოგროვებასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი სირთულე გვაქვს, პროგნოზების გაკეთება იწვევს ისეთ გადახრას, როგორც არის 20-25%-იანი ვოლატილობა. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. დაახლოებით 3-5%-იანი ნორმალურია. ამ დროს დავიწყეთ ჩვენ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია, მაგრამ ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა და საკმაოდ სწრაფი ტემპები ჭირდება ამას ხელშეწყობა. დღეს ძალიან ესეთი თარიღია, მნიშვნელოვანი თარიღია, თქვენ სწორად ბრძანებთ. დღეს უნდა შესულიყო უკვე ბირჟა თავის აქტიურ ფაზაში, თუმცა რამდენიმე დღის წინ, სულ რაღაც 2 დღის წინ გამოცემული იქნა ახალი დადგენილება, რომლის საფუძველზეც 2 წლით გადავარდა. თუმცა ამ დადგენილებაში ძალიან მნიშვნელოვან რამეზე არის გამახვილებული ყურადღება, რითაც ის განსხვავდება წინა სხვა დადგენილებებისგან. აქ არის საუბარი იმაზე, თუ ვისი პასუხისმგებლობა იქნება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა 2026 წლის 1 ივლისამდე და 2027 წლის 1 ივლისს გაიხსნება უკვე ბირჟა. აქ არის საუბარი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პასუხისმგებლობაზე. აქ არის საუბარი ბაზრის ოპერატორის პასუხისმგებლობაზე. ჩამოთვლილი არის კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულების შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება ამუშავდეს ბირჟა იმ ფორმით, რომელი ფორმითაც საჭირო არის ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ეს არის რამდენიმე გვერდიანი დოკუმენტი. უბრალოდ ამას ჭირდება სერიოზული მონიტორინგი. რამდენად სრულდება იქ მოცემული კონკრეტული ტექნიკური დავალება, მათ შორის ბაზების შექმნა, მათ შორის შესაბამისი პლატფორმების ამუშავება. იქ საუბარი არის ამასთანავე უბალანსობაზე პასუხისმგებლობა როგორ უნდა გადანაწილდეს, რა დროში უნდა მოხდეს და ასე შემდეგ. თავად ამ დადგენილებას არის პირობებს ჩამოთვალეთ და ბირჟის სრულად გახსნის 2 წლის გადაბადებას, როგორ აფასებთ და როგორ შეხვდა სექტორი.
ჩვენ რაზეც საუბრობდით ერთი წლის წინ გამოწვევებს გულისხმობ. ზუსტად იგივე გამოწვევები არის დღეს. ჩვენ მქონდა განცდა იმისა, კერძო სექტორს გულისხმობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ეს გამოწვევები იქნებოდა გადაჭრილი. ვინაიდან ვერ მოხდა ამ პრობლემების მოგვარება, რა თქმა უნდა, კერძო სექტორისთვის მისაღები არის ის, რომ 2 წლით მოხდა ამ ბირჟის გახსნის გადავადება, სრულყოფილად გადავადება, ასე ვთქვათ, გახსნის გადავადება. ეს კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას კომპანიებს, რომ სატესტო რეჟიმში მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების ნახვა, რამდენად სად არის რისკები, სად არის გამოწვევები და შემდეგ უკვე 2 წლის შემდეგ გაცილებით უფრო თამამები იქნებიან ვაჭრობასთან მიმართებაში. მაგრამ აქ ერთი თემაა, რაზეც მინდა ასევე ყურადღება გავამახვილოთ. ჩვენ არ ვართ თვითკმარი ქვეყანა. იმისათვის, რომ ბირჟამ თავისი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღოს, ჩვენ უნდა გვქონდეს იმაზე მეტი ელექტროენერგია, ვიდრე ჩვენ გვჭირდება. ანუ უნდა ვაწარმოებდეთ მეტს, იმისათვის, რომ ფასი იყოს ადეკვატური. ეკონომიკის პრინციპებია თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ მოთხოვნა მიწოდების დროს, თუ კი პროდუქტი არის დეფიციტური, მნიშვნელობა არ აქვს. ახლა აქ რა კონკრეტულ პროდუქტებს საუბრობთ, ფასი ყოველთვის იქნება მაღალი. როდესაც პროდუქტი თუ ეს იქნება მეტი, რაც ჭირდება, ბუნებრივია ის ფასი გაცილებით უფრო სახარბიელო იქნება. ჩემი გადმოსახედიდან ეს უფრო მეტად თუ მეტ სირთულეებს ქმნის, იმიტომ რომ ვადა ძალიან ცოტაა, ვიდრე ვთქვათ ის ტექნიკური ნაწილები, რომელზეც არის გამახვილებული ყურადღება, თუნდაც იმ დადგენილებაში. ჩვენ შარშან შევძელით 50 მეგავატის შეყვანა ქსელში და სინამდვილეში გაცილებით უფრო მეტი გვჭირდება. რაც უფრო დრო გადის, მოხმარება იზრდება. წლიდან წლამდე 3-5%-იანი ზრდა გვაქვს. ეს გამოწვეულია იმით, რომ თქვენც კარგად ხედავთ, რამდენად მაღალი არის დეველოპერული კომპანიების აქტიურობა, ძალიან ბევრი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გვხვდება, კერძო სახლებიც მათ შორის. ამას ემატება ელექტრომობილები. ამასთანავე ადამიანის ცხოვრების დონის ზრდა გულისხმობ კონდიცირებას. როდესაც კვლევა გამოვითხოვეთ კვლევის შედეგები, აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 3 წლის წინ 70,000 ახალი კონდენსიონერი დამონტაჟდა და ამ 3 წლის განმავლობაში 180,000 გადააჭარბა ახალმა დამონტაჟებულმა კონდენსიონერმა. ეს კიდევ დამატებით ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. პლუს ამას ჩვენთვის ყოველთვის ძალიან კარგია ეს ტექნოლოგიური პროგრესი, იმიტომ რომ მარტივდება ცხოვრება. ყველა ტექნოლოგიას სჭირდება ელექტროენერგია. მის გარეშე წარმოუდგენელია მათი ფუნქციონირება. ამიტომ ეს მაჩვენებლები გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენინებიდან დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, იზრდება. ამას სჭირდება მეტი ელექტროენერგიის გენერაცია. ახლა ბოლოს თქვენ რომ ნახოთ სტატისტიკა, დაახლოებით 435 პროექტი შევიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 28 თებერვალს დასრულდა პირდაპირ მოლაპარაკებების გზით ხელშეკრულებათა გაფორმების შესაძლებლობა. 11,200 მეგავატზე გაკეთდა განაცხადი. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთლიანი დადგმული სიმძლავრე არის 4,600 მეგავატი. 11,200-ში 6,000 მეგავატი იყო მზე. 4,000 მეგავატი იყო ქარი. ძალიან ცოტა არის ჰიდრო და ეს არის ძალიან საწყენი. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მზე და ქარი შეიძლება განვიხილოთ როგორც დამხმარე საშუალებებად. ის ვერასდროს ჩაანაცვლებს ჰიდროს. ჰიდრო გვჭირდება ჰაერივით. ამიტომ დასანანია, რომ ინვესტორებმა დაკარგეს ნდობა, სურვილი იმისა, რომ ინვესტირება მოახდინონ ჰიდროში. მათ თავიანთი პოლიტიკა შეცვალეს და მაქსიმალურად გადმოერთნენ ქარსა და მზეზე. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, პირიქით, მშვენიერია, ჩვენ ქვეყანას ამ ნაწილში აქვს პოტენციალი და ასათვისებელია. მაგრამ ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს, თქვათ, ჰიდროს მიმართულებით, აუცილებლად გამოსასწორებელია. ნამოხვანი, ნენსკრა, ხუდონი უნდა აშენდეს. წინააღმდეგ და შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება ოპერირება. 1978 წელს აჩერდა ენგურჰესი და დადგმული სიმძლავრე იყო 1300 მეგავატი. მაშინ საქართველოს საბჭოთა კავშირში კი არა, მთელ მსოფლიოში შევედით 5 ქვეყანას შორის, რომელმაც შეძლო ამხელა ჰიდროელექტროსადგურის აშენება. ეს სამივე ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მე ჩამოვთვალე, ნამოხვანი, ნენსკრა და ხუდონი, ჯამში ამ სამივესი დადგმული სიმძლავრე არის 1417 მეგავატი. ოდნავ მეტი ვიდრე ენგურის გამომუშავება. ამიტომ დასანანია, რომ ჩვენ ამ ნაწილში გვიწევს აი ასეთი ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა. იმიტომ რომ გვჭირდება, სხვა შემთხვევაში ჩვენ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანად ჩამოყალიბდებით. ჩვენ ახლა ვცდილობთ ავაშენოთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ამ თემასაც მინდა რომ შევეხო, იმიტომ რომ ძალიან კრიტიკულია. ვუკავშირდებით ამით ევროპას. ჩვენს ქვეყანაში ნაწარმოები, პროდუქტი 3-ჯერ, 4-ჯერ
პერიოდულად 5 ჯერაც უფრო იაფია, ვიდრე იგივე პროდუქტი, რომელიც ევროპაში იყიდება. ელექტროენერგია საკმაოდ ძვირი არის ევროპულ ქვეყნებში, იმიტომ რომ მათ ამისი რესურსი არ აქვთ, რომ აგენერირონ. შესაბამისად, დაგვთანხმდნენ და მზად არიან, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი აშენდეს. ამაში 4 ქვეყანაა ჩართული: საქართველო და წმინდა ქართული პროექტია, ქართველის მიერ ინიცირებული და შექმნილი პროექტია. აზერბაიჯანი, რომელიც სასწაულად აქტიურია ამ პროცესში, ბოლო 2 წლის განმავლობაში დაიწყო განახლებადი ენერგოწყაროებისგან ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობა. ქარით, მზით, წყალი არა აქვს. გაზი ხო აქვს, მაგრამ ევროპამ უთხრა, რომ გაზისგან ნაწარმოებ ელექტროენერგიას ჩვენ არ მივიღებთო. ამიტომ აქტიურად დაიწყო ამისი მშენებლობა. იქით ამ ხარეს აქტიური არის რუმინეთი და განსაკუთრებით უნგრეთი. იმიტომ რომ უნგრეთს უნდა თუ არ უნდა მიბმული არის რუსულ, ასე ვთქვათ, წყაროებზე და რა თქმა უნდა აქვს სურვილი, რომ მიიღოს დამატებითი და წყარო და დივერსიფიკაცია მოახდინოს. ეს სავსებით ნორმალურია. მე უბრალოდ ერთი რაღაცის მეშინია. მაშინ, როდესაც ეს პროექტი გაეშვება, საუბარი არის 2030-დან 35 წლამდე პერიოდში. გაეშვება ისი არ მოგვივიდეს, რომ აზერბაიჯანის გამტარ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, ანუ სატრანზიტო ქვეყანად ჩამოვყალიბდეთ და ჩვენი ვერაფერი ვერ გავყიდოთ, იმიტომ რომ ჩვენი არ გქონდეს, თვითკმარი არ ვიყოთ. და ამ დროს აზერბაიჯანმა დღესაც ძალიან აქტიურია მოახდინოს ტრანზიტი, გაატაროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისი პროდუქტი და საკმაოდ სარფიანად გაყიდოს და თავის ქვეყანას მოუტანოს ეკონომიკური დოვლათი ფინანსურად. თქვენ რომ ნახოთ სტატისტიკა, წლიდან წლამდე ათეულობით მილიონი დოლარი გადის ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვყიდულობთ ელექტროენერგიას. ამასთანავე ვყიდულობთ გაზს, მეზობელი აზერბაიჯანისგან, ჩვენ გვაქვს თბოელექტროსადგურები და ვაგენერირებთ ელექტროენერგიას. ესეც იმპორტირებულია პრინციპში. კალათა არის ასეთი, ანუ მთლიანი კალათა. 75% მოდის ჰიდროზე, ძალიან ცოტა ქარზე, 0 ასე შემდეგ. იმიტომ რომ 20.7 არის დადგმული სიმძლავრე, ერთი ქარის ელექტროსადგური გვაქვს და ვიცით ჩვენ ეს ყველა მგორთან და 25% პრინციპში მოდის თბოელექტროსადგურებზე. ჩვენ ელექტროენერგია არ შემოგქონდა პიკურ პერიოდებში. ანუ პიკურ პერიოდებში კარგი გაგებით ვამბობ ამას, იმიტომ რომ წყალი ბევრი გვაქვს. ეს არის აპრილი, მაისი, ივნისი. როდესაც ასე ვთქვათ, ბევრი არის დნობა არის მაღალი მთებში და მოედინება შესაბამისად მდინარეებში წყალი და მოდინებაზე მომუშავე ჰესები თუ რეზერვუარიანი ჰესები ძალიან აქტიურად აგენერირებენ ელექტროენერგიას, მაგრამ ისიც აღარ გყოფნის უკვე. წელს პირველად შევამჩნიეთ, რომ ისიც კი აღარ გყოფნის. ამიტომ დამაგროვებლებიც გვჭირდება ჩვენ. როგორმე, როდესაც ავაშენებთ ამ ყველაფერს, ეს სადღაც უნდა დავაგროვოთ, რომ ზამთარში გამოვიყენოთ. ზამთარში გვაქვს ხოლმე ყოველთვის სირთულე, იმიტომ რომ იყინება მდინარეები, ვერ ვაგენერირებთ ელექტროენერგიას და ამ დროს უნდა გქონდეს ბატარეა. დღეს მაგალითად ერთადერთი ბატარეის მშენებლობაზე არის საუბარი, იმასაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ეს არის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დახმარებით. ოღონდაც ეს არის 200 მეგავატიანი და იცით რა დროს გამოვიყენებთ? ჩვენ გვაქვს ხოლმე პერიოდები, როდესაც ითიშება ქვეყანა. ანუ რაღაცა მთელი ქვეყანა. ამ დროს უნდა იმუშაობდეს მეტრო, ანუ ესეთი ადგილები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილები, მათ შორის ავადმყოფოები და მხოლოდ მათთვის იქნება ეს ჯერჯერობით, მაგრამ ჩვენ ბატარეები აუცილებლად დაგვჭირდება მომავალშიც. დიახ. აი ამ 1 წლის განმავლობაში რამდენად აქტიური იყო, ვიცით რომ აი თქვათ მარტის პერიოდი იყო აქტიური, ზოგადად ეს 1 წელი რომ შევაფასოთ აქტიურობის კუთხით და საშუალო ფასიც რომ თქვათ და რამდენი არის დარეგისტრირებული ბირჟაზე, უშუალოდ თქვენი ასოციაციიდანაც რამდენი არის დარეგისტრირებული ეს ძალიან კარგი კითხვა. მთელი 1 წლის განმავლობაში იყო თვეები, როდესაც საერთოდ არ იყო ტრანზაქცია და ყველაზე კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა სადღაც მარტი-აპრილის თვეში. მარტი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მარტი-აპრილს, იმიტომ ესმება ხაზი, რომ წყალუხვი პერიოდია, ანუ ელექტროენერგიის გენერაცია, წარმოება მოხდა დიდი დოზით. ამიტომ ეს კომპანიები რაკნეს შევიდნენ ბაზარზე. ერთია რომ გაყიდეს, რაც ორმხრივი ხელშეკრულებით ჰქონდათ, ნაკისრი ვალდებულება და რაც დარჩათ, ის უკვე გაიტანეს ბუნებრივია ბირჟაზე. ფასი იყო გადასარევი. არაჩვეულებრივი, იმაზე უფრო ნაკლები, ვიდრე იყო ზოგადად დადგენილი ფასი. ამიტომ და ზოგადად იყო 15 თეთრი სადღაც წმინდა პროდუქტის ფასი, იმიტომ რომ ეს გადაცემა, გატარება კიდევ დამატებით ემატება, ამ დროს ჩამოვიდა სადღაც 12 თეთრამდე. რა თქმა უნდა, ხა შეიძლება 3 თეთრიანი განსხვავება ესე არ ჟღერდეს, მაგრამ დიდ მოცულობებზე სერიოზულ იმას ეკონომიას აძლევს კომპანიებს.
რაც შეეხება ასოციაციის წევრებს, ასოციაციის წევრებიდან მხოლოდ რამდენიმე არის დარეგისტრირებული, მაგრამ რაც შეეხება სრულად დაინტერესება მაინც და მაინც მყარი არ იყო ამ პროცესთან მიმართებაში. თქვენი რეკომენდაცია რა იქნება აი ამ კომპანიების მიმართ? რა თქმა უნდა დარეგისტრირდნენ. აუცილებლად მოუწოდებ აქტიურობისკენ, მაგრამ ეს აქტიურობა ვერ იქნება ისეთი, რომ მათ ზარალი მიიღონ. არც ერთი ბიზნესი არ დათანხმდება ზარალიან გარიგებაზე, მით უმეტეს როცა წინასწარ იციან, რომ ეს მოხდება. ყველაზე მთავარი ახლა აქ არის ის, რომ დადგენილება, რომელიც მიღებულია და რა პუნქტებიც იქ არის ჩამოწერილი, აუცილებლად შესრულდეს. ყოველ მიზეს გარეშე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაზე და მაქსიმალურად შეეცდება, რომ უკომპრომისო იყოს, ხელი შეუწყოს გენერაციის ობიექტების მშენებლობას და ის ინვესტორები, ქართველები, მათ შორის ბევრნი სხვათა შორის, რომლებიც მზად არიან, რომ ინვესტიცია ჩადონ ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებში, მივცეთ შესაძლებლობა, რომ და დავეხმაროთ და ბიუროკრატია შევამციროთ. ყველაზე დიდ დარტყმას ისინი ახლა ღებულობენ ბიუროკრატიისგან. იწელება დროში ძალიან ბევრი პროცედურა, იმას რასაც ჭირდება 6 თვე, დაახლოებით ჩვენს ქვეყანაში ჭირდება წელიწად ნახევარი. ეს ძალიან დიდი დროა. ამდენი დრო ჩვენ არ გვაქვს. და ბოლოს მინდა რომ ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირება რომ შევაფასოთ, ზოგადად ენერგოსექტორისთვის რას ნიშნავს ბირჟის ფუნქციონირება და როცა სრულად გაიხსნება, რას მოუწევს ენერგოსექტორს ესეც რომ ეს არის გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი, სამართლიანი პლატფორმა, სადაც მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე ფორმირდება ფასი და აღარ იქნება კონსპირაციის თეორიისთვის დარჩენილი სივრცე. ვინ უფრო უკეთესია, რომელი ინვესტორი უფრო სახარბიელოა. ესეთი კითხვები უკვე აღარ იქნება. დღეს თუ არსებობს გარკვეული კითხვები გაფორმებულ შეთანხმებებთან დაკავშირებით, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, ბირჟა უზრუნველყოფს ამის გამჭვირვალობას. ამას ელიან, რა თქმა უნდა, ინვესტორები და თამაშის წესები იქნება ყველასთვის თანაბარი. აღარავინ აღარ იქნება პრივილეგირებულ მდგომარეობაში და არანაირი დისკრიმინაციული მეთოდი არ იქნება გამოყენებული. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა პირიქით თქვენ.